სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. იყო დრო, როცა არავინ და არაფერი არ იყო. გარდა ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა. და უფალმა თავისი დიდი სიყვარულით და კეთილმნებებლობით ინება და იქნა არარაობისაგან ცანი და ქვეყანა ყველა თავისი სამგავლით, ცანი ანგელოს და ბინადრობით და დედამიწა კი იყო უსახურდა განუმზადებელი და ღმერთმა მიანიჭა რა ფორმა, მიანიჭა მას არსებობაც, შინაარსი. და შესაქმნის უკანასკნელ დღეს თიხისაგან მიწისა მოზილა სხეული პირველი ადამიანის, ადამისა და შთაბერა დავისული თავად სხეულის დიდებით დაჰფარა. უამრავი ღირსებით და ნიჭით შეამბო, დიდი სიყვარულით ქმნიდა რა. ეხლა ჩვენ როცა ვამბობთ ქმნიდა, ვამბობთ ანთროპომორფულად, ადამიანურად. მას დროში და სივრცეში არ შეუქმნია, არც კი არსებობდა, არც სივრცე და არც დრო და არც რაიმე სხვა. არამედ როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ღმერთთან ნება და ქმნა არის ერთი და იგივე. მეხსაშინა, მეხსეულად მოხდა ეს ყოველივე. მაგრამ რამდენადაც ადამიანებს ამის აღქმა და გააზრება არ ძალვით ჩვენი შეზღუდული გონებისა და შესაძლებლობის გამო, ამიტომ როდესაც მისცა გამოცხადება წარსულზე თავის რჯულის მდებელს და რჩეულ წინასწარმეტყველს მოსეს, მოსემ ადამიანური კატეგორიებით გადმოგვცა ის, რაც ქმნა უფალმა ნებისთანავე. კერძოდ ადამიანს, რომელიც როგორც ვთქვით, მრავალი ღირსებითა და ნიჭით შეამბო, მიანიჭა უფალმა ღმერთმა თავისუფალი ნება, რითაც იგი ხნა ხატად ღვთისა, ანუ საკუთარი თავის ხატად დაჰპატა, შექმნა იგი. მანამდე თავისთავად მოიაზრება უკვე გაგვიქვით, რომ სიცოცხლე მიანიჭა. სიცოცხლეც ესეც არის ღვთის ნიჭი, ამიტომ სჭირდება მას გაფრთხილება. ისე როგორც ჯანმრთელობა მისცა და სხვადასხვა, ეხლა იყო თუ არა საჭიროება ჯანმრთელობაზე, შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ, მას თუ ჰქონდა სხეული, მართალია, დიდებით დაფარული, ესე იგი იგულისხმება, რომ ჯანსაღი შექმნა მისი სხეული, ჯანმრთელი, რაიმე ბიწი მასში არ იყო და მხოლოდ ის იყო, რომ თიხისაგან, ანუ მატერიისაგან მომდინარეობდა მისი სხეული, რომელიც კეთილგონიერად განაწყო უფალმა. აი რომ დაუკვირდეთ, არა თუ მხოლოდ სულს და სულიერ მონაცემებს ადამიანის, სხეულს რა არის თითქოს არაფერი, სხემდა წარმავალი აღწნადია და მიწისაგან მოღებული მიწაში დაბრუნდება, მაგრამ მასში უდიდესი სიბრძნე არის, თუ კი გავიაზრებთ. როგორი დიდი ჰარმონიულობით, კეთილგონიერებით არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი და როგორ არიან ურთიერთდამოკიდებული, საციცოცხლოდ, განსაკუთრებით ზოგიერთი ორგანოები პირდაპირ მართლაც სასიცოცხლო, როგორიც არის მაგალითად ტვინი, გული, ღვიძლი, ტვინი აზროვნების ორგანო ადამიანში განშისა და ესე იგი ჭეშმარიტი დასკვნების გაკეთების საშუალება. გული ტუმბო სისხლის, რომელსაც სიცოცხლის სული მიმოაქვს თითქოს სხეულში. ღვიძლი ფილტრი. აი მაგალითად თუ დაიბიძნება ღვიძლი, სისხლის თავისი სრულყოფილი შემადგენლობით და იმგვარად ვეღარ მიაწვდის ორგანიზმს. ესე იგი და სისხლი კი თავის მხრივ არ მიაწვდის საიცოცხლო აუცილებლობებს, მიკროელემენტებსა და სხვა და ადამიანი საბოლოოდ ავადდება რა, კვდება სიკვდილით. მაგრამ სიკვდილის საიდუმლოება პირველ ყოვლისა ღმერთის ხელშია, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით კაცობრიობის და ეკლესიის ისტორიიდან, რომ ყოფილა უმძიმესი ავადმყოფები და ძალზე დიდხანს 120, 150 წელიწადი უცოცხლია და არათუ უფრო უცოცხლია. ასე მძიმე დაავადებულებს განუკურნავთ ნებისმიერი სნეულების მქონე ადამიანი, რა თავისთავად საოცრება, ეკლესიურად ამას სასწაული ქვია ღვთისა. და სხვა, არ მინდა საუბარმა შორს გაგვიტაცოს, მრავალ ღირსებათა შორის ადამიანს პირველ ყოვლისა მიანიჭა რწმენა. ამისთვის შეიქმნა სინამდვილეში პირველი ადამიანი, რომლისაგანაც შექმნა თავისივე მადლით და ნებით
ბევრი ადამიანი ევა, რაც ქართულად ადამმა უწოდა წინასწარმეტყველი, ესე იგი ადამიანი როგორც კი შექმნა პირველი, მას სხვა ნიჭებთან ერთად მისცა წინასწარმეტყველების ნიჭი. იგი თანაბრად წინასწარმეტყველებდა წარსულზეც, მომავალზეც, აწმყოძეც. ადამიანს მისცა თავისუფალი დება. ეს ძალიან ბევრი რამ არის, რომლითაც უნდა წარმართოს ან სიკეთისაკენ ადამიანმა ეს ნიჭები, ეს წყალობა ღვთისა, ამ პირუკუ შეიძლება უღირსი შეიქმნეს და დაკარგოს ისიც, რაც გააჩნია. თუმცა წმინდანებთან და არა მარტო დედამიწაზე, არამედ მარადიულ ცხოვრებაში საუკუნოდ უკუნისამდე მადლი მადლზე ემატებათ, ნიჭი ნიჭზე ემატებათ და ეს არის დაუსრულებელი პროცესი, იმიტომ რომ ამას ღვთისაგან მოიღებენ და თავად ღმერთი თავისი არსებით არის დაუსაბაღო და დაუსრულებელი. და მამაი წყალობისა და სიყვარულისა. მას არანაირი საჭიროება არ ჰქონდა, რომ ანგელოზები არსებულიყვნენ. ან ცათასასუფეველი, ან ესე იგი ადამიანი, არამედ მას სურდა თავისი ბუნებიდან გამომდინარე არის და თვითკმარი არსება რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა ეს ნეტარება სინათლე და სიხარული და ეს არსებანი აღმოჩნდნენ ანგელოზები და ადამიანები. დღეინდელად დღემდის გვაძლევს საშუალებას, რომ ვემსგავსებოდეთ ღმერთს და დავიმკვიდროთ მარადიული სიხარული. თვით ჩვენს სიცოცხლეზე, ჩვენს სულზე და ყველა ზემორი ჩამოთვლილ ნიჭებზე და ბევრიც ვერ ჩამოვთვალეთ, რა ღირსებანი მიანიჭა ღმერთმა, ან არ მივიჩნიეთ საჭიროდ ჩამოგვეთვალა, ყველაზე ძვირფასი ნიჭი, მაინც რაც ღმერთმა ადამიანს მისცა, ეს არის რწმენა. ამაზე განსაკუთრებულად ჩაღრმავებით მსვლელობს დიდი მამა იოანე ოქროპირი. რაც არ უნდა დაკარგო, თუ რწმენას შეინარჩუნა, ღმერთი ყოველივეს აგიდგეს და არა იმგვარს და იმდენად, რაც გაგაჩნდა მანამდის, არამედ მერმე და მერმე მთელი ამ მარადიულობის განმავლობაში. ამიტომ ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ რწმენა. სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გნებავს მატერიალური კეთილდღეობა, ამასაც უფალი გაძლევს. ესეც ნიჭია, ოღონდ ხორციელი და მრავალიცა სხვა, ყველაფერი უნდა ვანაცვალოთ ჩვენს სარწმუნოებას. და როგორც უფალი ამბობს, ესე იგი ადამიანი რისთვის შეიქმნა, რომ რწმენა ჰქონოდა და ამ რწმენის ნიჭი მას ედიდებინა ღმერთი, განეჭვრიტა ღმერთი. პირველი ადამიანები, როცა იყვნენ სამოთხეში და იქ იყო ხელმცენარეები და უვლიდნენ ღვთის კურთხევით და ყველა ნაკობს იღებდნენ ნებისმიერი ხიდან გარდა ცხოვრებისა და ცნობადისა, როგორც დიდი მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავს, აქ მებაღეობაზე კი არ აკურთხა ადამ და ევა, არამედ როგორც ეს მამა განმარტავს, ხელმცენარეთა მოვლა და მათგან ნაყოფის მიღება, ეს იყო სულიერი ჭვრეტა ღვთიური დიდებისა და ღვთიური დიდების ჭვრეტა და უფლის სიახლოვე აძლევდა მას საფრთხო ენერგიების შემატებას. ამით სიხარულზე ემატებოდა, მადლი მადლზე, ნათელი ნათელზე. თავდავიწყებაში იყო ადამ და ევა, მაგრამ ამ თავდავიწყებიდან გამოიყვანა ბოროტმა სულმა, რითაც დააკარგინა ყოველივე, რაც ჩამოვთვალეთ და რაც ვერ ჩამოვთვალეთ. მოკლედ, იმისთვის შეიქმნა ადამიანი, რომ თავისი შემოქმედი ღმერთი ადიდოს და იყოს მადლიერი. კარგია, რომ ქართულ სიტყვაში ხშირად გვითქმავს, მადლიერება მოდის სიტყვა მადლიდან. ადამიანს თუ მადლი არ ექნება, არც მადლიერება არ ექნება, უმადლო იქნება და ბოროტი. ერთი სიტყვით გამოხადარა თვითრჩულობა და დააკარგინა ეს დიდება სამოთხიდან დედამიწაზე და აწი უკვე თავისი არსობის პური მას საკუთარი შრომით უნდა მოეპოვებინა. დედამიწა, რომელიც ადამიანის გამო დაიწყებლა და ევასი, ეკალი და კუროსთვალი აღმოაჩენა. დიდი შრომა სჭირდებოდა ადამიანს, რომ გაეწმინდა, გაესუფთავებინა მიწა და მოეყვანა რაიმე მოსავალი და თავი ერჩინა პირდაპირი გაგებით. ამის საჭიროება, ამის აუცილებლობა მას სამოთხეში არ ჰქონდა. მაგრამ
ეს თავისებური ეპიტიმია, რომ ღმერთმა აკურთხა შრომაზე, პურის შენი არსობისა მოიპოვე საკუთარი შრომით და მას მანამდე სრულიად დაუმსახურებლად ეძლეოდა ყოველივე ის სიხარული, რაც ჩამოთვალეთ. მაგრამ აქაც არსებითად შექმნილი არის რა მორწმუნე არსებად ადამიანს ევალება დედამიწაზე არათუ მხოლოდ შეინარჩუნოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არ შეუდგეს სრულ ღმერთებს, როგორც ფსალმურშია ნათქვამი, არამედ გაამრავლოს ეს სარწმუნოება. ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი ბლეს პასკალი კარგად ამბობს, ძალიან ბევრი რამ არის სისხლში, რომ უარყო ღმერთი და ძალზე ცოტა რომ ირწმუნო, მაგრამ მე მაინც ვწამს. რწმენა არის ნიჭი, რომელსაც ღმერთი აწევს. ადამიანი მას არც მემკვიდრეობით იღებს დედის მუცლიდან, არც ინტელექტუალური აზროვნებით მოიპოვებს და არც ლოგიკური დასკვნებით. ეს არის ნიჭი, რომელიც ღვთისგან ეძლევა ადამიანს და რა კი ღვთისგან ეძლევა, ის უფრო მეტად სჭირდება გაფრთხილება, როგორც უკვე დავსწინეთ, ვიდრე სიცოცხლე, ჯანმრთელობას და სხვადასხვა ნიჭებს. და ბოლოს მოვიდა რა ხორცი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი საცხოვრებისათვის აღასრულა რა ჭრიანი გმირობა და მერმე აღსგა და ამ აღდაზეცა და საბოლოოდ შეიყვანა კაცობრივი ბუნება, რომელიც შეურევნილად შეიერთა სული წმინდის მოქმედებით ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის უბიწო საშოში გვიბრძანა მოგცარა ეს რწმენა თავის კი დავსვოთ მისთვის. აი ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში ხორცი მოსული უფალი ამბობს, იმაზე დიდი სიყვარული არ არის, რომ ადამიანმა სული თვისი დასდოს, ანუ ღვთისთვის, ანუ სახარებისთვის, ეს ერთი და იგივეა, ანუ მოყვასისთვის. მოყვასის სიყვარული ერთ-ერთი უდიდესი მცნება შემდგომად ღვთის სიყვარულისა. პირველი 4 მცნება 10-დან განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას და მიმართებას ღმერთს, დანარჩენი 6 ადამიანებს შორის ურთიერთობას ღვთის მიერ აწესრიგებს. არა ისე როგორც დღეს ჭალებში აწესრიგებენ სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოები, პარლამენტები, მთავრობები, ხელისუფლებანი და ასე შემდეგ, რომელიც პირიქით ყველაფერს აკეთებენ ადამიანის გაუღურთოებისთვის, დღევანდელი ხელისუფლებანი თითქმის ყველგან და გაუჩნდებული და გაშურებული არის არა ღვთისაგან და ამასობაში მე მინდა დავსწინო, რომ ხელისუფლება მათ უფლებებიდან მიიღეს, ანგელოს ქვია, ანგელოზებს უფლებანი, მათგან ღმერთისგან მიიღეს ამა თუ ანგელოზის სახით. აი ხელმწიფება სიტყვას აქედან მოდის ანგელოზის სახით და მთავრობა ანგელოზებია, ესე იგი მთავრობას და ხელისუფლებას ამ ძალაუფლებას ანიჭებს ღმერთი ყოვლადწმინდა საება ანგელოზთა მიერ. ამიტომ პირველ ყოვლისა, როდესაც ხელისუფალი წარდგებიან შემოქმედი ღმერთის წინაშე, შემდგომად მიცვალებისა და მერმე საყოველთაო ამბობის საყოველთაო სამშაბლოზე, პირველ ყოვლისა პასუხს მისცემენ ის, რაც ღვთისგან მიიღეს ანგელოზის ხელით, როგორ მოიხმარეს, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, მოახმარეს. წამომცდა ენამ მიყივლა, როგორც იტყვიან, ხელისუფალი იღებენ ამ ხელისუფლებას და პატივს ისინი საკუთარ თავს ახმარენ მხოლოდ. აი ახლა ხანსაც ერთ-ერთი ხელისუფალი გაანთავისუფლეს მაღალით და რა აღმოჩნდა? ათეული მილიონების ქონება, რომელსაც რა თქმა უნდა ის ვერც ჰონორარებიდან დააგროვებდა და ვერც ხელფასიდან ბუნებრივია. ანუ ძარცვავდა ქართველობას, საქართველოს, ჩვენს ბიუჯეტს და ასეთი მაგალითები უხვია განსაკუთრებით და არა მარტო ჩვენ განსაკუთრებით უცხოეთში. საერთოდ კორუმპირებულია ყველა ხელისუფლება თითქმის და ლამის. მე ხელისუფალთან რომ ზოგიერთი ხელისუფალი არ არის იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ ხელისუფალნი როგორც ასეთი ძირითადში ამით არიან დაკავებული. არა ხალხის კეთილდღეობით, არამედ საკუთარი. დღეს საქართველოში უნიკალური მდგომარეობა შეიქმნა. პრაქტიკულად ხელისუფლება რომ გადარჩეს დასავლეთისგან, ჩრდილოეთისგან, ზოგადად ვამბობ და არ უღრმავდები, იმიტომ რომ თქვენ ეს იცით. ისეთ ჩიხში შეიყვანა უფალმა, რომ იძულებული არიან იზრუნონ ქვეყანასა და ერთზე. თუმცა, როგორც ქართული გამოთქმა აქვს, ყური ცოტა გვიან გამოიბერტყეს. აი მაგალითად დაიწყო განკაცრება მიგრაციის კანონების, ესე იგი დახვეწა შექმნა და სასარგო ხასიათით მიღება. მაგრამ ამასობაში მსოფლიო გლობალური ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით, თხოვნა არ არის, ეს მოთხოვნა
შემოვიდა უკვე მარტო მუსლიმი აფრო-აზიული წარმომავლობის 900,000-მდე ადამიანი. მერმე თუ ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ნამატით იქნებიან 2 მილიონამდე. ქართველები გამალებულად გარბიან საქართველოდან. ამ პროცესებს ეს გლობალური ხელისუფლება ხელს უწყობს. უკეთესი ცხოვრების აღთქმით, რომელიც ხშირად მხოლოდ ილუზიაა და მონური შრომა უწევთ, ისე როგორც პირამიდების აგების დროს, უვლიან უმძიმეს ავადმყოფებს, მათ შორის ფსიქიურად დაავადებულებს და ასე შემდეგ. და მოკლებული არიან ოჯახს, ქმარს, ძირითადად დედაკაცები არიან. ეს გმირობაა, მაგრამ ამ გმირობასაც ამგვარს უნდა ჰქონდეს დასასრული. თქვენ რომ მიდიხართ იქ, დედებო, აქ თქვენი შვილები უნდა მოიკითხოთ, როგორ იზრდებიან, თუ გნება თქვენი მონური შრომის შემოსავლებით. ბევრი მათგანი გზას არის აცდენილი. ჩვენ მგლები ვართ, აღსარებებს ვიღებთ. ნარკომანები, მეძავები, დღეს ჩვეულებრივი მოვლენა თითულება, ვიდრე თქვა დაქორწინდებიან, გემოგაუსინჯონ ერთმანეთს სექსით. თუ მოეწონება, მაშინ შეულდებიან ოფიციალურად თუ არა და არა. უშვებენ სხვაგან. და ასე შემდეგ. აი ეს მოიტანა და არა მარტო ეს, ეგრეთ წოდებულმა სექსუალურმა რევოლუციამ, რომელიც 30 წლის წინ შემოაგდეს საქართველოში. დაიწყო ბრაზილიური სერიალებით, იზაურა გახსოვთ არა ცნობილი პოპულარული პიროვნება. დედაკაცები ტიროდნენ, ღამეებს ათენებდნენ, სერიალზე უყურებდნენ. უთანაგზნობდნენ და თანდათანობით შემოგვაფარეს სხვას. მაგალითად, ჩვეულებრივი მოვლენა თქვა ბრაზილიაში ბიძაშვილი მამიდეშვილებს შორის ქორწინება. თავიდან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება, შემდეგ შეეჩვენენ. ისე როგორც გაზეთის შანსი როცა გამოსცეს, ეს უხამსი თავიდან აღშფოთება გამოიწვია სოდომური მასალები და ფოტოები რომ დაიბეჭდა, შემდეგ უკვე ნახეთ როგორ გამოურეცხეს და ამ და სხვა საშუალებით ცნობადი ეგრეთ პიროვნები ამბობენ, რა მოხდა, თუ უნდა იყოს სოდომიტი მამაჩავალი, თუ უნდა იყოს ლესბოსელი, თუ უნდა იყოს სქესი გადაიკეთოს და სხვა. საზოგადოება შეეგუა გადაგვარდა თავადად. შეიძლება პრაქტიკულად თავად არ სოდავს, მაგრამ უთანაგზნობს ნიშნავს ყოველი ცოდვა გულში იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც ასეთი არის. პოტენციურად ყოველ შემთხვევაში. შორს აღარ წავალ საუბრებით. ძალიან მძიმე მდგომარეობა საქართველოში. ხელისუფლება იღებს სასიკეთო კანონებს. მაგრამ როგორც სალდო შედატყვა, ვინის ვინა ჩვენიო. ევროპა დამუხრებით ამბობს და დაჟინებით, რომ მან უნდა შეცვალოს ხელისუფლება და თავისი მონამორჩილი ხელისუფლება უნდა მოიყონოს, ესე იგი ფსევდოლიბერალური მსოფლმხედველობის და განწყობილების ადამიანები და ბოლომდე გაუყურმართო საქართველოს. ესიც არ არის ყველაფერი, ეს თანამედროვე სტრატეგია ძლიერი სუპერსახელმწიფოების, ესე იგი შეყარონ მუსლიმები, ან ველურები აფრიკიდან წარმართები არიან ისინი, ისე როგორც ინდუელები და რამდენი არიან აღარ ჩამოვთვლი მე. შემდეგ გაამრავლებენ, ქართველებს შეავიწროებენ და უკვე ავიწროებენ. მე არაერთი საჩივარი მესმის მაგალითად, რომ აი ახლა სამღვდელოების ნაწილმა პარლამენტში ითხოვა, რომ კანონი მიიღონ მიგრაციის შესახებ. ამის შემდეგ ამოძრავდნენ ცოტა და სხვა. აი მაგალითად ბავშვები, ქართველები შედიან მოედანზე და იქ არიან აფრო-აზიელები და ინდუელები და პრაქტიკულად ვერ შედიან, ან საათობით უნდა ელოდნენ. ეს მათ სამშობლოში ხდება. ეს ერთი პატარა მაგალითია. სამუშაო ადგილებში ჩაანაცვლეს ქართველები. ანუ იძულებულ ხდიან ამითაც და ამ გზითაც, რომ უცხოეთში ეძებონ პურის ფული, ლუგმა და საშუალო. და ასე შემდეგ და მაგალითები ურიცხვი არის, მათ თავხედობაზე განსაკუთრებით არაბების არაფერს ვიტყვი. როგორი გამალებით იყიდება მიწები არაბებზე პირველ ყოვლისა, ებრაელებზე. აი გასულ ოთხშაბათს დაუზდომელში ქადაგებაში დავსდინე, გარკვეული მაგალითები მოვიყვან და მათ შორის ესეთი ვინმე ნიკო ლეკიშვილი გამოჩნდა, რომელიც იკვლევს 12-20 წელიწადი და დაასვლა საბოლოოდ რომ იერუსალიმი ის კი არ არის, თბილისი არის, ისრაელი ის კი არ არის, საქართველოა. როცა მოვლენ აქ ებრაელები და 10 მილიონიანია, თქვენ უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ებრაელები. ესე იგი როგორ აპრიყვებენ ქართველებს, წარმოიდგინეთ, ეს არის გავლენის აგენტი, რომელიც მსხვილად ფინანსდება, აი რაში ჩანს, მაგას ცოტა მოგვიაყნებით, გეტყვით. და ესე იგი თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენ გაქრებით. წარმოიდგინეთ თქვენ. ნოეს კიდობანეროა ცნობილი გადაცემა, იქ მიიწვიეს ილაპარაკეს საკმაოდ დიდხანს,
და ერთ-ერთი მორწმუნეა დღეს აქ დგას ირვასე, როცა ეს გაიგო, აღშფოთა, მივიდა და აჩვენა, გაუანალიზა, რას აკეთებენ, რას უწყობენ ხელს სინამდვილეში საქართველოში. და ესე იგი მათ თავი შეიკავეს, მაგრამ წავიდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვს მას თავისი ბოსებისგან, გადაიღო დოკუმენტური ფილმი 9 საათიანი და აჭარის ტელევიზიამ აჩვენა და ნახვა აქვს 9 მილიონი. 9 მილიონმა ქართველმა უკვე ნახა და მოусმინა მას. ყველა რა თქმა უნდა არ გაიზერებს, ზოგი აღშფოთდება კიდეც ყოველ შემთხვევაში თავდაპირველად. მათი ნაწილი ასე ამბობს უკვე. რა არის ამაში ცუდი? ებრაელები ყველაზე ძლიერი ერია. უმაღლესი შეიარაღება აქვთ. სოფლიო კაპიტალის 90%-ზე მეტი მათ ხელშია. მათ ხელშია გლობალური ძალაუფლება, რომლებიც ყველა ამ ცვლილებებს ახდენენ ომების ჩათვლით და სხვადასხვა მიგრაციებისა და სხვადასხვა და ძალიან კარგია თუ მივიჩნევთ რომ ჩვენ ვართ ებრაელები, დაცულიც ვიქნებით და კეთილდღეობაში ხედავთ როგორ მსჯელობენ ახალი ქართველები. მათ ეს სამშობლო არ არსებობს. არც დაგარგული და არც აწინდელი, რომელსაც კარგავენ თვალსა და ხელშუა. ესე იგი არც ღმერთისა და არც ადამიანის შერო. არ უნდა შენი ქართველობა არ ტრადიციებით არაფერი მსგავსი. ჭაუში ძალიანაც კარგად ყიყინებენ და კარგად გრძნობენ თავს. მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ყველა ასე არ ასრულებს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, აღსრულდება ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველება ევროხელისუფლების 2050 წლისათვის ადგილობრივი მოსახლეობა აბორიგენები იქნებიან დიდ უმცირესობაში. ძირითადად ეხლა ეს აფრო-აზიელი მუსლიმები რატო უნდა, როდესაც დაჭირდებათ და ესენი ფანატიკოსები არიან. ამ მოქმედებენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, შევიწროება, გაცევება და ფიზიკურად გასწორებაც კი სიკვდილის ჩათვლით. ამას ვიაკეთებენ ისინი ევროპაში. სადაც დიდი დადებითი, მათთვის დადებითი შედეგებია უკვე. დადებული, როგორც იტყვიან ხოლმე. ჩვენ ვართ იმ პერიოდში, რომელსაც მაგალითად წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველს უთხრეს წმინდა მამას ენუქ წინასწარმეტყველმა ელიამ და 1 წლის შემდგომ ჩაუღრმავა ეს წინასწარმეტყველებები წმინდა ლავრენტის იოანე მახარებელმა, რომ ჩვილობილი აქვს იშოვის, რომ ბოლოშავ საქართველოში მოვა და აქ იქადაგებს გადარჩენის საიდუმლოებას, წმინდა სახარებას და რა უთხრეს? ღვთისმშობლის წილქვედ ივერიაში ციტატა მომაქვს, იქნება ხანმოკლე ბრძოლა, მაგრამ როგორც ასეთი ანტიქრისტეს რეჟიმი იქ გამარჯვებას ვერ მიაღწევს. აი ახლა რაც ხდება დასავლეთის სულისკვეთების დამკვიდრების პროცესი, ეს არის ის, რაზეც წინასწარმეტყველებდა, მაგრამ როგორც ესეთი ანტიქრისტი, ანუ სატანა ანტიქრისტეს მიერ საქართველოში ძალაუფლებას ვერ განიმტკიცებს საბოლოოდ. რატო? დაეკითხნენ ჩერნიგოველი დედები, შეშინებულები და გაოცებულები. თან არ არის რუსი, არც ერთი, არც ის წინასწარმეტყველები, ვინც მას ეჩვენეს და ამცნეს. არ არიან ქართველები. მაგრამ საქართველო გამოყოფ სოფლიო მოვლენებიდან და ეს რატო? იმიტომ რომ ამ მხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. მაგრამ ესე არ მოგვივიდეს ბედულად ქართველებს ზარმაცი რო იწვევს გულაბის ძირში და ნატრობდა ნეტა ჩამოვარდეს და ბაგეზე დამეცესო. კაცი იხჩოდა ღმერთო მიშველეო, ღვთისმოსავი ყოფილა არა, მაგრამ ნახე ღმერთმა რა უპასუხა ღვთისმოსავ ქრისტიანს, ხელი გაანძრიეთ და გადარჩებინო. თუ ჩვენ დღეს არ გამოვიღვიძებთ და არ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქართულ მეობას, მართლმადიდებლობას, რომელიც თავი და თავია ყველა სიკეთის, ანუ რწმენა მართლმადიდებლობით, ჩვენი ხსენება აღარ იქნება როგორც ქართველებისა. შეიძლება დარჩნენ გადაგვარებული ეგრეთ წოდებული ყოფილი ქართველები, ანუ ახალი ქართველები. რატო ვფიქრობ ამაზე ვისაუბრო? იმიტომ რომ დღეს ხსენება ჩემო საყვარელო, ჩვენი უდიდესი წმინდანების, დიდთა მოწამეთა, მეფეთა არჩილ და ლუარსაბისა. მათ ადამიანური კეთილდღეობისთვის ყოველივე გააჩნდათ ხელისუფლებით დაწყებული, სიმდიდრით დამთავრებული, წარმომავლობით და ასე შემდეგ. მაგრამ მათ საქართველოს და ქრისტეს რწმენას, მამულ სარწმუნოებას, ყველაფერი, არა მარტო საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ცოლ-შვილი ანაცვალეს. დაამყრობდნენ მოძალადენის თავაზობრივ კიდევ მეტ დიდ პატივსა და დიდებას და სიმდრეს. არაფრად ჩათვალეს.
ქრისტეს დიდებაში არ გაცვალეს. შენსავით როდი აზროვნებდნენ, რომ აქ ვიყო ბედნიერებ ჭამოსვა, გალაღებული ვიყო, რა თქმა ან არსებობს, თუ არ არსებობს სინამდვილეში იქაური ცხოვრება. ღმერთსაც არ ამობენ, იქაური ცხოვრება. სულ ამაზეა დაგეშილი 24 საათი. ასე როდი აზროვნებდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ეს დიდებული მოწამეები. ერთადერთი ქართველი მეფეები არიან სასუფეველში, ვისაც აქვს ღვთისგან კურთხევა და მიშება მშობლიურ ენაზე ადიდონ უფალი, იქ სასუფეველში. დადგება დრო და განშრამდება. საიდან ვამბობთ ამას? ესე იგი, რამდენად დიდნი არიან ღვთის თვალში, რომ აქვთ კურთხევა თავიანთ მშობლიურ ენაზე სასუფეველში უბნობდნენ. არასდროს მოხენილი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი არ ყოფილა და ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო. წვდებოდა მათი სიყვარული, რწმენა და სასუება ამხელა ტერიტორიას, ეგოდნენ სამშობლოს. და დღეს რაც გადის, დღით იტყევ კარგად მიწებს და რაც დავარია, იქ ჯერ ქართული სული იკარგება, მერე იკარგება ქართული მიწები. ასე მოხდა, აი ბოლო მოვლენები რო ვახსენო აფხაზეთში. სამაჩაბლოში. ირიდება თქვა, რომ ეს არის სამაჩაბლო. ამბობენ, რომ სხილვარის რეგიონია ან სამხრეთ ოსეთია. რატო? ოდითგან იყო სამაჩაბლო. და დარჩება სამაჩაბლო. და დადგება დრო დადგება. როცა ეს მიწები დაბრუნდება, მაგრამ ესე არა, რომ რა ღვთისმშობელი გვიცავს, ყველაფერი კარგად იქნება. ღვთისმშობელს რომ უყვარხარ, აი ამიტომ გექნება დიდი განსასწრებელი. იმიტომ რომ შენაირი ზარმაცი და გარყვნილი ქართველი სხვა გზით არც გამოიღვიძებს და არც გადარჩება. ეხლა ბოლო მოვლენებს რამოდენიმე დღისა შევეხოთ. დავანებოთ თავი, რომ ომი აქ, ომი დროებით შეცდა ისრაელ-ირანისა, ახლა დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. უკვე იწერება, რომ მობილიზება მიმდინარეობს აზერბაიჯანში შესასვლელად რუსული ჯარების. თქვენ როგორ გონიათ? საზღვარი დაიჭერს, ჩვენთან არაფერი არ გადმოვა? შეიძლება ჩვენი ტერიტორია, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველო, სულ ცოტა. და იქ დასავლეთშიც აფხაზეთი აქვს და იქ მათ ბაზები აქვს რუსებს. შეიძლება პოლიგონად იყოს გამოყვანებული. მეტადრე რომ არსებობს წინასწარმეტყველება ბერძენი მამისა, მღვდელმონაზონ გიორგისა, რომ 7 უკანასკნელი ომიდან რუსეთის წინააღმდეგ პირველი ომი იქნება რუსეთ-საქართველოს და ერთ-ერთი ომი კიდევ იქნება რუსეთ-საქართველოს. ოღონდ ამჯერად ასეთი მცირე დანაკლისები არ იქნება, დანაკარგები. დანანებით ამბობს ეს ბერძენი მამა, სამწუხაროდ მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი იქნება. ეხლა რა ზოგიერთები იწახებენ, როგორ ბედავს, ხალხს აშინებს, ეხლა იმის გამო რომ ვიღაცას არ შეეშინდეს სიმართლე არა ვთქვა და ჭანდრა სულ რომ არ არსებობდეს ეს წინასწარმეტყველება გაანალიზე რა ვითარებაშია მოქცეული საქართველო. ყველა მხრიდან აქ ბრძოლი, ხილული, უხილავი და ასე შემდეგ. და ეს ამ ყველაფერს ხო ეხლა ზოგიერთი უკმაყოფილო იტყვის, უფრო ნაკლებ მორწმუნე ასულად სურწმუნო ღვთისმგმობი ადამიანი. თუ აგეთხენი ღვთისმშობელი და დაგიფაროთ. ამაშიც მდგომარეობს ღვთისმშობლის მზრუნველობა თავისი სასეპურო ერზე, ქართველობაზე. ასე რომ გაზარმასდა და ადრე თუ თათქარიძე დაახასიათა ევის მამა წოდებულმა ილიამ, დღეს თათქარიძე აღარ არის მხოლოდ. დღეს არის უგარყვნილესი არსება ქართველი, გაუკუღმართებული. ახლა არ მინდა კონკრეტულად, ესე იგი ფულის მონა მამონას, აი ეს თვეები რომ დაწანწალებდა, ხშირად გვითხოვს, გადახდილია და იმითომ დაწანწალებენ. თქვენ დაუგვირდეთ, როცა ფულის ტრანშები კლებულობს, მათი რაოდენობა კლებულობს, როცა გადმორიცხავენ, ამას ამბობენ კიდე ახმოვანებენ დასავლეთ ხელისუფლება, მატულობს მათი რიცხვი. ესენი ვინ არიან? ამათ სინამდვილეში არც ღმერთის არც სამშობლო, არც დასავლეთის. მათ უნდა პირადი, თქვენი მამა ასეთებს ქრისტე 20 საუკუნის წინათ უთხრა არის მამონა. მამონა არის კერპი, ეგრეთ წოდებული ღმერთი ვერცხლის მოყვარეობის, ანგარების არის. აი ვინ არის მათი მამა.
ესენი ყველასთან დედასაც არ დაინდობენ და მამასაც ჩვენ გვაქვს მაგალითები, არც დედა, არც მამა და არც შვილი არ დაუნდობენ პირადი კეთილდღეობისთვის. ან რა გინდა, მამაკაცები, რომელსაც ცოლები გაგდებული ყავთ უცხოეთში, ზოგი უკვე 15-20 წელიწადია და მეტიც. როგორ სულგმულობენ და როგორ ამბობენ, რომ ისინი მამაკაცები არიან. ესე იგი, ცოლის მონური შრომით მოიწყო ცხოვრება. ჩვენ აღსარებებს ვისმენთ. საყვარლები გაიჩინა, არა ყველაზე ვამბობ, რა თქმა, საყვარლები გაიჩინეს. კაი მანქანები, ჯიპი უყვარს ქართველს, არა? ღიპი დაიდო, ჯიპი შეიძინა. დიდი ბინები, სასახლეები, ერთი კი არა, რამდენიმე. როგორ იწინებს ესეთი ადამიანი? და სინდის როგორ არ უსმენს? და დედას მე ვიცი, აი ორი სამი მაგალითი ჩვენი პრემიერ ეხვეწებოდა ქმარს და შვილებს, რომ დაბრუნება უნდა და ლანცხავდნენ და აგინებდნენ კიდეც. იმიტომ რომ თუ დედა დაბრუნდება, ამდენი ლოგიკური აზროვნების უნარი შერჩა. ესე იგი, შვილებს მატერიალურად გაუჭირდეთ. ამიტომ იქ უნდა იყოს. და მეღამი რეკავდა და ტიროდა. და დავიბარა ერთი მათგანი და სინდისე შევაგდე ნამუსზე. შენ რა კაცი ხარ? პირდაპირ გეტყვი მეთქი რა. შენ კაცი არა ხარ მეთქი. და ასე შემდეგ. სხვათა შორის ის დედაკაცი როგორ ამბობთ ხოლმე, სვაბოდაზე გამოვიდა. დაბრუნდა უცხოეთის მონური შრომით და სახლში. მაგრამ ამ ქმარმა დატოვა. ერთი მაგალითი მომაქვს ინკოგნიტო და ასეთი მაგალითები არაერთია საყვარელი. ნუ შვილები ვინ გაიზარდნენ, ტაცებლები, ნარკომანები, არა ყველა, მაგრამ საგრძნობი ნაწილი. და ასე შემდეგ. როგორც პატრიარქმა უთხრა ისრაელში მყოფ ქართველებს, წმინდა გიორგის დედის სამშობლოში ლუდიაში ვიყავით, წმინდა გიორგის ტაძართან ვიდეთ, სადაც მისი სხეულის დიდი ნაწილია დასვენებული ამ ეკლესიაში. ტირილით მოვიდნენ პატრიარქთან, დაალოცა, მოეფერა ყველასა, ვერ უთხრა, რას აპირებს სამშობლოში არ დაბრუნდებით, სახე შეეცვალა, მოიღრუბლა ყველა, გარდისკდნენ კიდეც პატრიარქს. პატრიარქი და ძალით ხომა რო იტყვიან ხოლმე ტროს ხომ არ ჩააბავს, ჩამოიყვანოს, უთხრა რომ თქვენ რომ მიდიხართ, მინდა იცოდეთ რომ თქვენ ადგილას სხვები შემოდიან სხვა ქვეყნებიდან და გვიტარდებიან. და დადგება დრო, მოგინდება ჩამოსვა, მაგრამ ვეღარ ჩამოხვალ. აი ეხლა ხას იყო პატარა ჟურნალი, საამისო, ომი რო დაიწყო, როგორ ტიროდნენ და იხვეწებდნენ საქართველოში ჩამოყვანას, როგორც იყო მოახერხა და საელჩო საქართველოს ისრაელში ერთი თვითმფრინავი ქართველი, მაგრამ ერთი თვითმფრინავი კი უამრავი არიან იქაც და სხვაგანაც ქართველები. მოდი თქვენ ენაზე ვეტყვით ახალი ქართველების, ეს მათი არჩევანია, მაგრამ თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ თუ თქვენ წავალთ, საქართველო დაიღუპება, საბოლოოდ. უფალს და ღვთისმშობელ მარიამს ყავს თავისი ერთგული ადამიანები, ჯერეც გოლანთებული ქართველები. ღვთისმოსავი ქრისტიანები, როგორც საეროთა შორის, ესე სამღვდელოთა შორის და პერმონასონთან. თქვენ უნდა იცოდეთ ეს. აი დღეს რომ ვიხსენეთ, მაგრამ ლუარსა წამებული ხსენება ჩვენი მეფისა. მღვდელმა, ერთადერთმა მღვდელმა, რომლის ხსენება დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო, გადაარჩინა ეს მეფე. და მეფის გადარჩენა რა არის, ცოცხალი ადამიანის ორგანიზმში თავის გადარჩენას. სულ სხვა გზით ატარა, მოკლეზე კი არა, გაუგრძელა გზა, სულ სხვა მიმართულებით. ბოლოს აკუწეს, როცა შეიტყვეს. სული თვისი დაასდვა თავისი მეფისთვის, რომელიც მირონცხებულია ღვთისაგან არ დაგავისხდეთ და ამით ქართლი გადაარჩინა. მოასწრო მეფემ ამასობაში ლაშქარი შეკრიბა, რა თქმა უნდა, ისეთი მრავალრიცხოვანი ვერ იქნებოდა, როგორც ესე იგი შაჰაბაზისა, მაგრამ ძლევა, ესე იგი იბრძოლეს სისხლის მომოწვეთამდე. და მრავალი გადაურჩა ამასობაში მშვიდობიანი ნაწილი მთებში გაიხის და ეს ხშირად ხდებოდა საკავიცა ბრძოლის უნარი არ ქონდა, დედები, ბავშვები, მოხუცებულები თაში ადიოდნენ, აყავდათ და სხვადასხვა. ის რომ ღმერთს თავისი ერთგულები, რა თქმა უნდა, დღეს ესხავს. ჩვენ აღვაგვრთოვანებს მაგალითები ჩვენი დიდებული წინაპრებისა, მათ შორის დღეს ხსენებული დიდი მეფეების და მოწამეების, დიდმოწამენი არიან, არ მოწამენი, არჩილ და ლუარსაბისა. ორივე ეწამა მუსლიმთა ხელით, ერთი არაბის, მეორე სპარსის, დღეს ირანელი რომ ქვია. მაგრამ დღეს მუსლიმობის ბრძოლა ჩვენთან მიმდინარეობს უსისხლოდ.
ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. და არა ესე თვალსაჩინოა, ბევრი ვერ ხდება ამას. ზოგი პირიქით ამბობს, ძალიანაც კარგია, აი მაგრამ ბათუმელი ამბობს ერთ-ერთი, ან ქობულეთელი. ძალიანაც კარგია, რაც მეტი უცხოელი შო მეტი შემოსავალი მექნება. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ შემოდიან, მათ დიდი ნაწილი რჩება ჩვენ აბორტებითა ვართ სახელგანთქმული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვართ. აი მამა გაბრიელის ტაძარი და ჩვენს გვერდით გამოხატული ერთ-ერთი გამოცხადება ღვთისმშობელი რომ ეჩვენა გაბრიელ სალოს და შერისხა ქართველობა ასეთი უხი აბორტირებისთვის. გამოსახულია ფრესკაში უკვე. ფრესკაზე. ისინი მრავლდებიან, ჩვენთან კი პრობლემები ძალზე მალე სიკვდილიანობა და ესე იგი შობადობა გაუტოლდება და სიკვდილიანობა გადააჭარბებს. მეორეს მხრივ გავრბივართ. სულიერად ჯიშდებით, ხორცელად ვიხწნებით და რაღა დარჩება ჩვენგან, რა არის ჩვენში ქართული. იცით რა მამო, თქვენ არა პროგრესული მოდელი ხარ, ჩამორჩელი, რეტროგრადი და მოყვებიან მეეთმოეცა სიტყვის მნიშვნელობა წესიერად არიციან ამ გაუნათლებლებმა ახალმა ქართველებმა სინამდვილეში. და რაღა დროს ქართველობა. ერთი ორ მომაწახა ეს. რაღა დროს ქართველობაა. ერთი ორს რომ შენიშვნა მივეცი რომ ბულგარულად ეცვა, გადმოყრილი თან იყო ულამაზო და მსუქანი. აი ძროხას რომ ჩაახსვა, მაგალითად, აი ნასურ ძროხას, შორტები და ასე შემდეგ. დაახლოებით ეს კიდე ძროხას უფრო ბუნებრივად გამოჩნდება, რომ ასეთია და ადამიანი ასეთად წმინდა დაბა და მორწმუნე სინამდვილეში და რო უთხარი და თქვება რა გესმითო რა დროს ახარება, რა დროს უფალიაო. პროგრესის 21 საუკუნეო. გარდა მაგისაო, ახლა ძალიან კაცრად მითხრა. აიფოფრა, სულომივით, ეს ქალი, ამის დედაკაცი თქვი. რასაც არ იმსახურებს. გარდა ამისა, ჩემი სხეული ჩემია, რასაც მინდა იმას უზავ. შენი სხეულით, უთხარ, სარკეში მოიწონე თანი, თავიდან. გარეთ გემოვნებას ნუუკარგავ. შენ ენაზე გეტყვი მეთქი რა, გემოვნებას ნუუკარგავ. შენაირ ქალს რო ნახავს, კაცი მიწღებში სრული არ გაუშვება, ესე იგი დაოჯახების მეთქი რა. უკმაყოფილო დარჩა, არ უნდა მეთქვა, ზედმეტია, რასაც ჭიროა. ძირითადში არ ველაპარაკებს, მაგრამ ეს ერთი ორ თომ თქვი ეს და არის სიამოვნა რა თქმა უნდა. და რა მითხრა, იცით ბოლოს ყველა სიტყვის შესაჯამებლად. რა გესმისო შენ? სექსუალურიაო. ესე იგი რაც უფრო სიმახინჯებს გამოფენ და დაფარულ ადგილებს, მით უფრო სექსუალურია. ამ დროს უფალი ამბობს, რომელსაც დასინის თავისი მრწამსით და ცხოვრების წესით. ასეთი ადამიანი ეგრეთ წოდებული, თუ ის ადამიანია საერთოდ. ცდუნება ამ სოფელში უნდა შემოვიდეს, ბრალი მისი ვისგანაც შემოვა. და თქვენ როგორ ფიქრობთ? აი მე მამაკაციცა ვარ, და იმის რომ მდელი ვარ. ოჯახი მყავს და სხვა. როდესაც მამაკაცი ხედავს ვულგარულად ჩაცმულ ქალს, უბრალოდ იქნება თქვა ბოს რა თქმა უნდა ბილწი აზრები უჩნდება თავდაპირველად თუ მორწმუნეა ვერ ეცდილოს გულიდან გააძევოს თუ იესოსს თუ სხვა და ასე შემდეგ იოანე უფრო საფრ მაგალითად საშუალებას ვთავაზო როდესაც გულის თქმა სიგრძნო ქალის მიმართ წარმოიდგინე რომ ესეც მოკვდება მიწაში გაიხსნება მატლითა და ჩირქით აივსება და ეს გამოგაფხიზლებს ცოტას და სხვა ну რა თქმა უნდა რასაც ჩვენ ვამბობთ ეხლა ახალ ქართველებს ასაცილოდ არ ეყოფათ მაგრამ მე მინდა შევახსენო გაცვეთილი გამოთქმით იცინის ის ვინც ბოლოს იცინის წამს არ წავს გინდა არ გინდა მოვა ის ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ სადაც არ გინდა დაყვება საბრალობელო შენ სიკვდილით მოკვდები და ღმერთი რომელიც არ წავს გაგასამართლებს შენი სინდისით და წმინდა სახარებით ცხოვრების წესით შენი შეხედულებებით იქ აღარ არის ასეთი სითამამე ქედმაღლობა სვაობრობა აბუჩა თაგდება თავმომწონეობა გარყვნილობითა და პროგრესით ყველა ქედ დადრიკილი დგას ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის წინაშე ამისი უამრავი თეოფანია გამოცხადა არა მარტო გასულ საუკუნეებში არამედ აი ამ ახალთათვის თანამედროვე გამოცხადებები აი მაგალითად ადამიანი იყო მოკვდა კლინიკური სიკვდილით 1 წუთი 3 წუთი 8 წუთი ზოგი მეტიც
დაბრუნდნენ. ზოგმა პროსექტურაში გაიღვიძა გვამებს შორის და წაიკითხეთ ეს მაგალითები. ზოგიერთი მათგანი საერთოდ ურწმუნო იყო, ზოგი დასინოდა კიდეც ეკლესიას და სარწმუნოებას. ჰედონისტი იყო და უღმერთო. ზოგი იყო მუსლიმი, ზოგი იყო, ესე იგი, ბრაჰმანისტი, ზოგი ვინ, მაგრამ ყველა საკუთარი თვალით ნახეს და არ ფლობდნენ რა ქრისტიანულ ტერმინოლოგიას, ადამიანურ ენაზე ცდილობდნენ დაეხასიათებინათ რა მოხდა. როგორ ამოვიდა სხეული და როგორ ხედავდა სხვა განზომილებაში საკუთარ ესე იგი სხეულს სულით ზედ იყო მოგწ. მე ნელ-ნელა გარკვევა ხდება რომ თურმე მოკვდა, გარდაიცვალა. ვერ იჭერებს თავიდან. შემდეგ გრძნობს თავს კარგად, ყველა წუხილისგან დაისვენა. აი ზოგიერთ უფალი რო ეუბნება დაბრუნებაზე, ევედრება რომ დატო. ვეღარ ჩვილის სიყვარული იზიდავს და ვერც მოყვასისა, ისეთ სიხარულშია. მერმე როგორ გაიარეს გვირაბის მაგვარი რამ, ზოგი მილს ეძახის. არ იცია რომ ეს არის საზვერეთ საცალოს მესამე დღეს ახლად გარდაცვლილი გადის. როგორი წინააღმდეგობები შეხვდა, კოლოსალური სიჩქარით მიკროდნენ. ერთ-ერთი ფიზიკოსის, რომელიც ასევე კლინიკური აღწერას ვკითხულობდი რამოდენიმე თვის წინ და განათლებული ადამიანი იყო და ღრმად მოასწროვე და იყო ათეისტი ცხოვრებაში. ესე ერთი სასწრაფოს ექიმი იყო, აი ამ ორის განსაკუთრებით გამოირჩებოდა, იმიტომ რომ დახვეწილად გადმოსცეს რაც შეიძლება. ისინი არა მარტო იმას, რასაც ფაქტობრივად ხედავდნენ, რასაც სულიერად განისტიდნენ და რა განზომილებაში, იმის აღწერასაც კი ცდილობდნენ. მერე როცა მილი მორჩა ეს გვირავი, როგორ მეიყვანეს მანათობელ არსებასთან, რომლისგანაც ენით აუწერელი სიყვარული გამოდიოდა. როგორი ადამიანიც არ უნდა მიეყვანათ მასთან. ენით აუწერელი. აი ეს სიყვარული აგდებდა ნებისმიერ ადამიანს, უღმერთოს, კაცისყლეს თუ ვინც იყო უდიდეს სინამდვილეში. მაშინ გახვდებოდნენ, რომ სიყვარულის უმაღლეს კანონს მოღალატეს უფალ ღმერთს. ღმერთმა მოიღო წყალობა, რა თქმა უნდა, არა ყველა, მათგან ნაწილი დააბრუნა მაცნეებად და მახარებლებად და მქადაგებლებად და ზოგიერთი მათგანი ვიდრე მეორე სიკვდილით არ მთელი სიცოცხლე ზოგმა წიგნებიც კი დაწერა ამაზე. მერე გაჩნდა გამოკვლევები, თქვა ამერიკაში ცნობილი ფსიქიატრი ქალის კუბლეროსის გამოკვლევები. ასი შემთხვევა გამოიკვლია. ეს მე წავიკითხე დაახლოებით 43 წლის წინ დიდუბეში ახლა დაკურთხებული ვიყავი. მაშინ მსგავსი ლიტერატურა არ იყო ხელიდან ხელში, როტოპრინცე გადაბეჭდილები იყო და აი ჩემ ხელში მოხვდა და მთელი არსებით ვკითხულობდი და დიდი ცნობისადილი და ვადარებდი იმას, რაც საკითხული ჰქონდა წმინდა წერილსა და წმინდა მამებთან. ემთხვეოდა თუ არა ზედმიწევნით. უბრალოდ ტერმინოლოგია სხვა არ იციან, რომ ეს არის საზვერე, ის არის უფალი, რომელსაც განკითხვის და ლაუფლება ვისაც ეციურმა მამამ და ასე შემდეგ. იუბრუნდეთ ჩვენს დიდებულ მოწამეებს, რომლებიც ჭეშმარიტად ნათობნი არიან არათუ მხოლოდ ზეცაში, არამედ ნათობნი არიან პატრიოტი ქართველებისთვისაც. დიდი მიბაძვის მაგალითი. ყოველივე დათმეს, თვით სულით, სიცოცხლეც, რათა რწმენა შეენარჩუნებინათ. და ყველაზე დიდი რამ უფალთან სიახლოვე მოიპოვეს საუკუნოთა კორისამდე ეციურ საზოგადოებაში. თქვენ იცით, რომ არაბობამ ძალიან დიდი ანაბეჭდი დაადო ქართულ სხეულს, ჩვენს სულს. საშინელი დევნა შეურაცხყოფა, გადასახადების დამძიმება, მანამდე აწილოკება, აოხრება ქვეყნის და სხვა. აი ამ დროს, როდესაც მურვანყრუ, რომელსაც ისტორიამ შეარქვა მურვანყრუ, ესე იგი დაუნდობელი და გულქვა იყო ყოველგვარი სათხოვარის მიმართ, არ ინდობდა რა თუ მხედრებს, არამედ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს, მცელში მყოფ ნაყოფს. სულ ერთიანად წვეთდა. აოხრა ქვეყანა, ყველა ციხესიმაგრე, ეკლესიები დაანგრევინა. და ესე იგი მეფე იმდროინდელი ჩვენი არჩი მოწამის ზმა რევი გადავიდნენ აფხაზეთში და იქაც ემზადებოდნენ ბრძოლისთვის, ომისთვის. დიდი უპირატესობა ჰქონდათ რიცხობრივად და შეიარაღებით არაბებს. ამასობაში მათ უკვე მრავალი ქვეყანა დაეპყრო და მრავალი ტყვეც იბრძოდა მათ მხარეს და დამონებულები. იმ ღამით ძილად მისვლის ლოცვის შემდგომ
წმინდა დიდმოწამე არჩილმა სიზმრად ღვთისმშობელი მარიამი იხილა, რომელმაც შეაგულიანა. ნუ შეშინდებით. ღმერთი თავის ანგელოს გამოგიგზავნით. თქვენ წილი ბრძოლებს და ჩემი ლოცვებით შეგეწევა და თქვენ გაიმარჯვეთ. ადამიანურად დაუჯერებელი რამ არის. ალოგიკურია, მაგრამ რწმენის წინაშე არაფერია. როდესაც არჩილმეფე გამოიღვიძა და თავის მას მოუთხო თავისი სიზმრებული ჩვენების შესახებ, აღიმსთვეს, შეკრიბეს რიცხოვანი მხედრობა, მიენდვნენ უფალს და ღვთისმშობელ მარიამის ფარველობას და გაილაშქრეს რიცხობრივად ძალზედ დიდ ლაშქარზე არაბებისა და სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ის როგორც დიდგორში წმინდა გიორგი წარმოგზავნა უფალმა ღმერთმა და ღვთის დედამ და ჩვენ წილი ბრძოლა. წარმოიდგინეთ ესე იგი როგორი მრავალრიცხოვანი იყვნენ იქ თურქები ან არაბები და რა შეუძლია ძალგულოვან ადამიანს. აი როგორც ჩვენი პოეტი ამბობს, თუ გული გავს ლომის აბჯარი ხისად საკმარისია. სიმამაცით აი გედეონი მოვიგონო, სამსონი, გმირობის გასაოცარი მაგალითები. მაგალითად ვირის თავით თავის ქალა იპოვა. 40 ფილისტიმნელი ამოხოცა სამსონმა. ერთ შეტაკებაში მხოლოდ სული წმინდას ყოველივე ძალოს. თავარია გული გაუხსნა უფალს და მის ეუფლება შემოვიდეს შენში. ის შენ წილი იბრძოლებს სოდვასთანაც და ბოროტ სულთანაც, როგორც ხილულთან, ეგრეთ უხილავთან. მოკლედ ლევამოსილი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ძიმეთი ყურა დაჭრილია. რევ მეფე დაუმძიმდა ჭრილობა გამარჯვების შემდგომ, მიახლა სიკვდილს, სული სასუებით ჩააბარა უფალს სული. ვიდრე ჩააბარებდა, უკანასკნელად შესთხოვა ღვთისმშობელ მარიამსა და მისგან ხორჩესყმულ ღმერთს თავისი სამეფო ერი ქართველთანი, თავისი 7 ქალიშვილი, რომელიც დარჩა და თავის მას ჩააბარა და სთხოვა, რომ ზრუნველობა გაეწია მათთვის. რაც ზედმიწევნით აღასრულა და სიცოცხლეშივე მომაკვდავმა დაადგა გვირგვინი თავის მას არჩილ-მეფეს. 12 წელიწადი ქუთაისიდან მეფობდა არჩილ-მეფე. არაბებს განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ჰქონდათ დაპყრობილი. და ამის შემდგომ გადმოვიდა აღმოსავლეთში და ნელ-ნელა დაიწყო არაბობისაგან განწმენდა მცხეთა თბილისისა, შემოგარენისა. დიდ წარმატებებსაც მიაღწია, აღორძინდა სოფლის მეურნეობა, საზოგადოებრივი ცხოვრება, განათლების კერები გაიხსნა და ასე შემდეგ და აი ამასობაში კიდევ ახალი ტალღა შემოვიდა არაბებისა ჭაჭუ მასიმის ამ ხედართავის, ასევე დაუნდობელი იყო როგორც მორვაყუ და უთანასწორო ბრძოლაში ღალატის გამო, თუმცა უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო, ღალატის გამო დამარცხდნენ ქართველები, შეიპყრეს არჩილ-მეფე. მიიწვია თავისად ჭაჭუმა და როცა შეხედა, ჯერ მარტო მისი გარეგნობით მოიხილა, ახოვანი იყო ტანმაღალი. შვენიერი პირი სახე ჰქონდა, სათნოთ აღზრდილი სამეფო კარზე და უგანათლებულესი ადამიანი. ამ ყველაფერმა მოხიბლა და ამანაც განაპირობა, რომ სიცოცხლე აჩუქა მას. რაც უთხრა კიდეც, რის გამო შეუქმნიდა. მაგრამ მერვე შეპარვით ეცადა, რომ ესე იგი მიეტოვებინა ქრისტიანული სარწმუნოება არჩილ-მეფეს და მიიღო მუსლიმობა და აღუდგენდა სამეფოს და ბევრად უფრო მეტ ქონებას შესცენდა, ვიდრე აქამდის ოდესმე ქონია. მაგრამ არჩილ-მეფე უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. აი სწორედ ამ დროს მოდის ერთ-ერთი გარდაბნელი სომეხი, თავარი გარდაბნისა, რომლის არჩილის პაპამაც თურმე გაუშვა მისი ბიძის პლელები, გაასამართლა და გაუშვა. ჩვენ არ ვიცით დარჩენს რატომ და რის გამო და პაპის ჟავრი იყარა მისმა მოდგმამ არჩილ-მეფეს შვილიშვილს. და რა უთხრა, ნახეთ როგორ გველურად უთხრა. ის კი არა რომ დასაჯეს სიკვდილით, იმიტომ რომ ისას არ შეისმენდა, არაფერს წარმოადგენდა. არამედ ეს არის ვახტანგ გორგასლის შთამომავალი. ანუ დიდი მეფის შთამომავალი.
და მან იცის თავის მამასთან ერთად ესწრებოდა, როცა ჰერაკლე კეისარმა გადმოიარა ალბანეთში, რომ მიდიოდა საქართველოს გამოიარა, ისნის ციხეც დაიპყრო და ესე შემდეგ, რომ მან იცის სად დაფლა ქონება ჰერაკლე კეისარმა, ნაალაფები. ასევე მან იცის სად არის ესე იგი მეფეთა განძით დაფლული. ეს რომ გაიგო ჭაჭუმა სასწრაფოდ გამოაყვანინა ციხიდან საპყრობილედან არჩილ მეფე და ლიხით დაუწყო საუბარი და აღთქმა სიკეთეების, მიწიერი სიკეთეების. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, რომ ის ჰერაკლე კეისარმა სადაც დაფლა საგანძური გაამშრამლე და ცოცხალის დარჩები მეფობასაც დაგერო, მეცაც მოგცემ და რაც შეეხება თქვენი მეფეების სიმდიდრეს რომელსაც ლაშქრობების დროს იყენებდნენ, აი მაგალითად ხვამლის მთაზე ლეჩხუმში ინახებოდა და იყო რამოდენიმე ესეთი მიუვალი ადგილები, სადაც დაფლავდნენ ხოლმე და ლაშქრობის და ომიანობის დროს გახსნიდნენ და იმას ახმარდნენ ქვეყნის დაცვას. და ის თქვენი იყოს, თქვენი მეფეების, მაგრამ აი ჰერაკლე კეისრის საგანძური უნდა ადგილსამყოფელი გავიქ, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა. არა იმიტომ რომ ქონებაზე ზრუნდა, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს დასაცავად გადადებული. ანუ საქართველოსთვის გააკეთა, ჩვენი ერისთვის და ასე შემდეგ. ნუ რაკი ვერანაირად ვერ მოხიბლა და სხვა, ბოლოს ბრძანა და ესე იგი აწამეს რა, არაერთგზის სიკვდილით დასაჯეს. იმავე ღამეს ქართველმა მორწმუნეებმა წარიპარეს მისი გვამი, თიანეთში აიტანეს და სოფელ ნოქტორნაში მისავე აგებულ ტაძარში დაფლეს, რომელიც არჩილ მეფის სახელს ატარებს. და მიდღეინდელა დღემდის ჩვენს დიდებულ წინაპრებთან ერთად, ღვთისმშობელ მარიამთან ერთად ევედრება ჩვენი ერის გადარჩენისათვის. თითქოს გვეუბნება არჩილ და ლუარსაბი და ჩვენი წინაპრები გვეუბნებიან, რა მოგივიდათ ასეთი ჩემთვის ქრისტესთვის, ჩვენი ქრისტესთვის სარწმუნოების ალში იწოდით, სულსაც ძდებდით, ხორცსაც გასტეხდით, სისხლს ატხევდით, მოყვასაც არინდობდით, წირავდით, რომ გადარჩენილი იყო ქართული სული, ლომებს ებრძოდით და დღეს ტურები გჭამენ, რა დაგემართათ ასეთი ქართველები. რაც შეეხება ლუარსაბ მეფეს, როდესაც იგი ავიდა სარდარზე, საკმაოდ პატარა იყო, ჯერ წმაწული 14 წლის. საქართველოში იმ დროს ძალიან ძიმე მდგომარეობა იყო ისე, როგორც ყოველთვის იყო ასეთი მდგომარეობა, კერძოდ თურქეთსა და სპარსეთს გამუდმებული ომი ჰქონდათ საქართველოს გადანაწილებისთვის. ბოლოს შაჰაბაზის დროს ძალი მოისხეს სპარსელებმა, ილაშქრეს თურქებზე, დაეცნენ მათ, დაამარცხეს და აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს. ხოლო მესხეთი და დასავლეთ საქართველო, ტაო-კლარჯეთი შედიოდა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოში, ის თურქებს დარჩა. მაგრამ მათ შორის ომი არაერთხელ ყოფილა და სხვადასხვა ამის შემდეგაც ყირიმელ თათრებთან ერთად გამოილაშქრა ხვანქარმა თურქებისა სპარსელებსა და სხვადასხვა. ერთი სიტყვით ლუარსაბ მეფეც ესევე იბრძოდა დაუნდობლად ხან თურქებთან, ხან სპარსელებთან. და ერთხელაც ცხირეთის ციხეში იყო, პატარა ციხე იყო და მცირე მხედრიონით იყო მეფე გასული ქალაქიდან. და ამ დროს შემოვიდნენ სპარსელები და თეოდორე კველთელი მღვდელი გზად შემოხვდათ და უბრძანეს, რომ მეჩვენები და მოკლეს იქ გზად აუთხრეს ისთვისაც უნდა მეფისკენ, ცხირეთის ციხისკენ. მან იგი შეჰპირდა, მაგრამ წაიყვანა სულიად საპირისპირო მიმართულებით, დიდხანს უღრან ტყეში ატარა, რომ მეტით რო გასულიყო, ამასობაში მაცნე ეახლა მეფეს და აღმოჩნდა, რომ სპარსელები შემოსულან და მართლაც მეფეს სასწრაფოდ მოუხმო თავის ერს, შეიკრიბა ლაშქარი და ღვთისმადლით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მაგრამ თავად მეფე მოგვიანებით მოტყუებით ტყვედ ჩაიგდო შაჰაბაზმა. ამ დროს საქართველო უკვე სამეფოებად და სამთავროებად იყო დაშლილი და არათუ საერთო მტერს ვერ უმკლავდებოდა, ხშირად ერთმანეთთან ჰქონდათ ქიშპობა და დაპირისპირება. იმჯერად როდესაც ლუარსაბი ავიდა, ლუარსაბ მეორე ქართლის ტახტზე, იმერეთში დაჯდა გიორგი მესამე,
ხოლო კახეთში თეიმურაზ პირველი და მადლობა უყოს მათ შორის იყო თანხმობა ასე მაგალითად როდესაც შახის დევნი და თეიმურაზსა და ლუარსაბს და მძლავრობდა მათზე იმერეთის მეფემ შეიფარა და უბრძანა შახმა გაეცა, მაგრამ უარი თქვა, ის საკუთარი თავი გაწირა იმერთ მეფემ, რომ კახეთის მეფეები დაეცვა და ერი ქართველთანი რა თქმა უნდა, მათ უკან ქართველი ხალხი იდგა. მრავალი ასეთი რამე იყო, ბოლოს ესე იგი ასეთ ვერაგობას მიმართა შახმა, რომელიც სივერაგითა და მზაბრობით არის ცნობილი ისტორიიდან, უნდა თეიმურაზი და ლუარსაბ მეფე გადაეკიდებინა ერთმანეთს. კერძოდ ზურგს უკან შეუთვალა ლუარსაბ პირობას. მე თეიმურაზს არ ვაპატიებ, რომ განვიდგა, მაგრამ შენ შეგიცნარებ, ოღონდ უნდა მოკლა თეიმურაზი. მეორეს მხრივ თეიმურაზს იგივე შეუთვალა ლუარსაბზე. ერთის დაც მოიყვანა ცოლად თინათინი, მეორისას ელენე, ულამაზესი ქალწულები იყვნენ. და რაგი ვერ მიაღწია საწადელს, მეფეები მიუხვდნენ მზაბრულ ჩანაფიქრს, ამიტომ თითქოს სანადიროდ მიიწვია ლუარსაბ მეფე. შემდეგ დაატყვევა პრაქტიკულად და წაიყვანა სპარსეთში. და ესე იგი, აი დიდი მარხვა დგას. ახალი ჩასულიერია სპარსეთში, შახმა ნადიმზე მიიწვია, ესე როგორც თანასწორი დაისვა და შესთავაზა თევზი. ლუარსაბ პირველად ნახეთ რა უთხრა. ბევრი ჩვენთაგანი ხდალი და ასე შემდეგ ნაკლებ მორწმუნე სიამოვნებითაც მიირთმევდა. ნახეთ ლუარსაბმა რა უთხრა. ხუი შახო, შენ დღეს თევზს შემომთავაზებ დიდ მარხვაში. ანუ თევზს არ ჭამდნენ დიდ მარხვაში. ხოლო დღეს გამოჩნდნენ ფსევდოლიბერალები, მორწმუნეები, ეგრეთ წოდებული ღვთისმეტყველები და სხვა სამტკიცები, რომ დიდ მარხვაში თევზი იჭრება. ნებისმიერ დღეს. აგერ ლუარსაბ მეორის ცხოვრება ცოცხალი მაგალითი არის. ხო იმეფო, წმინდა დიდ მარხვაში დღეს შენ თევზს შემომთავაზებ. მე ხორცზე დამპატიჟებ. ზე მომთხოვ ქრისტეს უარყოფას. და ყველაფერზე უარი უთხრა. განრისდა შახი ბრძანა და საპყრობილეში ჩაალეს. მთელი 7 წელიწადი იტანჯებოდა საპყრობილეში. ბევრ ნაკლოვანებაში და გაჭირვებაში. კაცრ მარხვასა და ლოცვაში. და ბოლოს რაგი ვერანაირად ვერ მოხიბლა და ვერ დაიმორჩილა და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველობისთვის, როგორ მოიქცეოდა მათი მეფე. აი მაგალითად ქეთევან ქართველთ ნათობი დიდ მოწამე ვერ გაამუსლიმანეს სპარსელებმა შახმა. სიკვდილი ამჯობინა და აკუწეს კიდეც. წაიკითხეთ მისი ცხოვრება. მსხვილი მისიონერები, ესპანელები, პორტუგალიელები და სხვები უმზერდნენ, უჭრედნენ მის წამებას და აღთოვანებაში მოდიოდნენ და თავის სამშობლოებში წაიღეს მერე მისი მოწამეობის ამბავი და მისი ნაწილების, სხეულის ნაწილების როგორც დიდი რელიკვია, სიწმინდე. და ესე იგი 100 აკუწეს. ჩერთითები მოაჭრეს. შემდეგ მოხსქვევით ძვირები, ბარძანები. ყველაზე მეტად რაც არ უნდოდა და რისიც ეშინოდა ქეთევას, ეს იყო ის, რომ გააშიშვლებდნენ ყველას წინაშე. და შახმა ეს გააკეთა, უბრძანა. ეს იყო ყველა როგორი ღვთისმოსავი იყო და ამ დროს ჩვენ შორის გამოჩნდა მწერალი, ეხლა გარდაცვლილია და პასუხს აძლევს არა მარტო ღმერთს, არამედ დიდ მოწამე ქეთევას, სადაც დაწერა, რომ ბროში იყო ქეთევან წამებული. დედაკაცი, რომელსაც ესე იგი სამოსლის გახდა არ უნდოდა სიშიშვლის შვედება სხვებისთვის. აღარ მოუყვება ეხლა და რომელიც ეწამა ქრისტესთვისაც, ჩვენი ქრისტიანოს ნეოდისთვის. ეხლა დგას და პასუხს აძლევს უფალს. მე მიშვილთან მქონდა საუბარი, რომ კაცრად ვამხილე. თავის დროს წლებში. მოკლედ შემდეგ ხელები მოკვეთეს, მაჯები იდაყვებამდე, შემდეგ ზემოთ და ბოლოს დარჩა თავი და ვიდრე ხელებს მოჭრიდნენ, პირჯვარს იწერდა ქეთევან წამებული და როცა თავიღა დარჩა და სისხლის დიოდა, ჩქებდა მისგან სისხლი, თავით გამოისახა ჯვარი და გამწარებულმა შახმა მოაჭრებინა თავიც მისთვის. აი როგორი დიდებული მოწამეა. მისი ლოცვებიც არ დალეებული იყოს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის. მოკლედ აქ რაკი ვერანაირად ვერ გადაიბირა შახმა, ლუარსაბ მეორე მიგზავნა დასაშელად მხედრები
ლუარსაბისა. ლუარსაბმა გულისხმობა, რომ მისი სიკვდილი მოახლოვდა და ერთი რამს თხოვა მხოლოდ დრო მიეცათ ლოცვისთვის. მანაც თითქმის ისევე ილოცა ღვთისმშობლისმა, როგორც 1000 წლის რომ ცხოვრობდა არჩილ მეფე. აი რატო არიან ერთხელ ის მათი ხსენება, რატო სხვა დროს ეწამნენ 1000 წელიწადის შორავს მათ. ერთნაირი ცხოვრება ჰქონდა თითქმის მსგავსი. მოწამეობა და ლოცვაც კი უკანასკნელი ბოლო ამოსულთქვა დაუკავშირეს ღმერთის დიდებას, ღვთისმშობლის ვედრებას და საქართველოს, ქართველ ხალხს. აი როგორც უფალმა უკანასკნელი სიტყვები მიუძღვანა თავის დედას, იზრუნა მასე ივანე სიყვარულის მოციქულს უკურთხა დედობილად და იშვილობილად, აი ესევე ჩვენმა მოწამეებმა ბოლო ამოსულთქვა მიუძღვნეს ღვთის დიდებას და საქართველოს გადარჩენას. ამიტომ ეკლესიამ განსაჯა და ის მათი ხსენება ერთ დღეს დააწესა. დღეინდელად დღეს მე ესე იგი ეს მნიშვნელოვანია დავსინო, როდესაც ამ ლოცვის შემდგომ თავი მოუხარდა საბელი შემოახვიეს და დაახრჩოს, მოაშთეს. დააგდეს იქვე გვამი. განზრახ შესაგინებლად მისი, მაგრამ ღმერთმა ადიდა განსხვავებით მათგან, ვისაც სირცხვილის მიფენა სურდა ლუარსაბზე, ენით გამოუთქმელი ნათელი დაადგა მას და ეს მრავალმა ნახა, მათ შორის მუსლიმებმა და ამითაც საცნაურხვეს, რომ ღმერთი, რომლისთვისაც ეწამა ლუარსაბი, არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსა მხოლო საშვენის დიდება, პატივი და თაყვანისება, თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უპოლიტიკურისამდე. ამენ.